საღამოს 9 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე წარმოგიდგენთ. რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. ექსკლუზიური კადრები ტაო-კლარჯეთიდან იშხანი ოშკიხანძთა ქართული მხარის გარეშე დაწყებული რესტავრაცია. წელიწად ნახევარში მონასტრის რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრულებული იქნება. სამუშაოებს თურქეთის ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს. სისხლის გადასხმის დროს დაინფიცირებული პაციენტი რამდენად უსაფრთხოა და მოწმდება თუ არა დონორის სისხლის საქართველოში. იმ დონორებს, რომელთა სისხლი გადამესხა მე, 7-დან 2 დონორს აღმოაჩნდა ცეჰეპატიტი. იმ მომენტში, როდესაც ამ პიროვნებას გადაესხა ჩვენთან დამზადებული სისხლი, ყველა დონორი იყო გამოკვლეული ამ ინფექციებზე და ყველა დონორის სისხლი იყო სუფთა. გასაყიდად გამზადებული სამთავრობო აგარაკების სია, რომელი მაღალჩინოსნები დარჩებიან წყნეთის რეზიდენციების გარეშე. ეს აგარაკები შევა საპრივატიზებო ნუსხაში, ან მათთვის მოფიქრებული იქნება კიდევ უფრო სასარგებლო დანიშნულება. გამოშვებას ვიწყებთ ცოტა ხნის წინ სააგენტოებით გავრცელებული ინფორმაციით. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. ამ დრომდე დაუდასტურებელი ცნობით გია ჭანტურიამ შესაბამისი განცხადება თანამშრომლებთან შეხვედრის დროს გააკეთა. მიზეზად კი რეორგანიზაცია დაასახელა. ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ არხიდან ჟურნალისტების შემცირებაც იგეგმება. ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა ცდილობს დეტალების დადგენას ის პირველი არხის ტერიტორიაზე მუშაობს. ნოდარ, დასტურდება თუ არა ინფორმაცია გენერალური დირექტორის გადადგომის შესახებ. დიახტამთა ოფიციალურად ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში პირველი არხის თანამშრომლები არ ადასტურებენ, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ პირად საუბრებში ისინი აცხადებენ, რომ გია ჭანტურიამ თანამდებობა მართლაც დატოვა, მან დღეს განცხადება დაწერა ამასთან დაკავშირებით, თუმცა მისი გადაწყვეტილება თანამშრომლებისთვის არ უთქვავს. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მის თანაშემწესაც, რომელიც აქ პირველი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე ვნახეთ, როგორც იგი აცხადებს, იგი ამ ინფორმაციას გია ჭანტურიას განცხადების დაწერასთან დაკავშირებით ვერ დაგვიდასტურებს დღეს, თუმცა შესაძლებელია ეს ინფორმაცია რამდენიმე დღეში დადასტურდეს. გია ჭანტურია ამ წუთებში არ იმყოფება საზოგადოებრივი მაუწყებლის თავად ტელევიზიის შენობაში, სამუშაო დრო ამოეწურა და მან უკვე ტელევიზია დატოვა. ტელევიზიიდან იგი წავიდა, თუმცა გადადგომასთან დაკავშირებით მას ჩვენთვის ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. არ ვიცი, ვერ გეტყვით, მე შემოვიარე რაღაც სხვა საქმეზე და ვერ გეტყვით ნამდვილად. არა, არ დიდია ტელევიზია და ხა ესე ინფორმაცია არ აქვს ალბათ. წავიდა უკვე, აღარ არის. განცხადება დაწერა თუ არა? არავინ არ იცის ჯერ ეს არა. თქვენ სახელმწიფო დიდი ხანი არ გაგრძელდება ეს ამბავი, გაირკვევა რა. ეს არის ის განცხადება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ტელეკამერებთან აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში იმასაც ამბობენ, რომ გუშინ თათბირზე გახდა მათთვის ცნობილი, რომ გია ჭანტურია გეგმავდა და თანამშრომლების გარკვეულ რამდენიმე ათობით თანამშრომლის განთავისუფლებას სამსახურიდან და ასევე ხელფასების შემცირებას, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ხვალ გეგმავდნენ დაფიცვას და სწორედ ამას მოყვა დღეს გია ჭანტურიას მიერ განცხადების დაწერა, თუმცა ამაზე თავად ტელევიზიის თანამშრომლები მხოლოდ პირად საუბრებში ამბობენ და პირად საუბრებში საუბრობენ ჩვენთან. დანოდარ, სანამ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, მე მინდა კითხო ასევე კიდევ ერთი ტელევიზიის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც მთელი დღე ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, გულისხმობ ტელეკომპანია რუსთავიორს, ანუ ვრცელდებოდა ცნობა, რომ იქ ხელფასები შეამცირეს, ამის გამო ჟურნალისტების ნაწილი დღეს გადაღებებზე არ წასულა. დასტურდება თუ არა ეს ინფორმაცია და რა ხდება რუსთავიორში? დიახტამთა ამასთან დაკავშირებით დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს და რუსთავიორის თანამშრომლებს 30%-ით შეუმცირეს ხელფასები, ასევე დღის მთავარი 12 საათიანი გამოშვება წაიყვანა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა დიანა ჯოჯუამ, ასევე დღეს არც ერთ ანონსზე, არც ერთ გადაღებაზე არ გამოჩენილა თავად რუსთავიორის ჟურნალისტები, თუმცა უკვე 3 საათიანი კურიერის გასვლის პერიოდში კი უკვე ჟურნალისტებმა პირდაპირი ჩართვებიც გააკეთეს და წამყვანიც უკვე იყო დღის გამოშვება. ამ ინფორმაციასაც ჩვენთან საუბარში თავად ჟურნალისტები არ ადასტურებდნენ, თუმცა ფაქტი იყო ერთი, რომ დღეს არც ერთი ჟურნალისტი, რუსთავიორის არც ერთი ჟურნალისტი დილის ანონსებზე არ ვიმყოფებოდა, ანუ დილის გადაღებებზე.
გმადლობთ ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირველი არხიდან პირდაპირ ეთერში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე დაუდასტურებელი ინფორმაციით თანამდებობიდან გადადგა პირველი არხის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია. ახლა კი დღის სხვა მთავარი თემები. პაციენტი, რომელიც სისხლის გადასხმის შემდეგ C ჰეპატიტით დაავადდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს 15,000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, თუმცა მომხდარი ფაქტით მალე შესაძლოა სამართალდამცავები დაინტერესდნენ. კლინიკის ახალი ხელმძღვანელობა საქმის მასალების თავიდან შესწავლას აპირებს. მით უმეტეს, რომ არსებობს მოსამართლის დადგენილება. დოკუმენტში წერია, რომ 7 პლაზმიდან, რომლებიც პაციენტს გადაუსხეს, 2 C ჰეპატიტის ვირუსით იყო დაინფიცირებული. 37 წლის მამაკაცი ოპერაციიდან 2 კვირაში საშიში ვირუსით დაინფიცირდა. პაციენტი დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა C ჰეპატიტით დაავადებული დონორის სისხლი გადაუსხეს. მე მქონდა კუჭის წყლული, რამაც გამოიწვია მე სისხლდენა. რის შემდეგაც მოვხვდი აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. იმ დონორებს, რომელთა სისხლი გადამესხა მე, 7-დან 2 დონორს აღმოაჩნდა C ჰეპატიტი. C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებულმა მამაკაცმა კლინიკას სასამართლოში უჩივლა. მოსამართლემ რესპუბლიკური საავადმყოფო დამნაშავეს ცნობდა პაციენტის სასარგებლოდ 15,000 ლარის გადახდა დააკისრა. კლინიკის ხელმძღვანელობა ჯარიმის გადახდას აპირებს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ის რომ აქ დაინფიცირდა პაციენტი მაგაში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ეს გადაწყვიტა ალბათ სასამართლომ, ყველა დონორი აბსოლუტურად იმ პერიოდშიც, იმის შემდეგ და მანამდეც, რომლიდანაც მზადდება სისხლის კომპონენტები, ყველა არის სუფთა. ეს ირკვევა სასამართლო პროცესების მსვლელობის დროს, რაც ნიშნავს იმას და ნიშნავდა და ნიშნავს დღესაც, რომ საქართველოში უსაფრთხო სისხლი არ არსებობს. ეს არის ის სისხლის ბანკი, სადაც 2 დონორის დაინფიცირებული პლაზმა აღმოჩნდა. კლინიკის ამ განყოფილებაში დღემდე მოძველებული სამედიცინო იარაღებით ხდება დონორების მიერ გაღებული სისხლის დამუშავება. საცავში არ არის დაცული სისუფთავე. ერთ-ერთ მაცივარში კი სისხლის პლაზმა და რძის პროდუქტები ერთად ინახება. რესპუბლიკური საავადმყოფოს სისხლის ბანკი რამდენიმე თვის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ შეამოწმა და სასამართლოს მასალებიც მიაწოდა. ეს კლინიკა, რომელიც მონაწილე იყო მის მკურნალობის პროცესში, მის მიმართ გამოტანილი იქნა დაჯარიმების თუ კომპენსაციის გადახდის საკითხი. სხვას ამ თემაზე უბრალოდ ჩვენ ინფორმაციას გარდა იმისა, რაც დავასრულე ჩვენ შესწავლა, შემდგომ ინფორმაციას უბრალოდ იურიდიულად ავუბრალთ. პაციენტის დაინფიცირება კლინიკაში ნიკოლოზ ყიფშიძის პერიოდს უკავშირდება. კლინიკის ახალი გენერალური დირექტორი ავთანდი ლიმედაძე დაზარალებული პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესწავლას და სამართალდამცველებისთვის გადაცემას გეგმავს. მეცხრე არხის ექსკლუზიური მასალა. ჩვენი კორესპონდენტი ცოტა ხნის წინ დაოკლარჯეთიდან დაბრუნდა. ოშკს, ხანძთასა და იშხანს სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება. ხანძთაში გუმბათი მთლიანად არის ჩამონგრეული. ოშკში ფრესკებია გადაშლილი. იშხანი კი უკვე ხარაჩოებშია ჩასმული. სწორედ იშხნის საკითხზე ცოტა ხნის წინ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე თურქეთის ელჩ შეხვდა. სავარაუდოდ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გაირკვეს, რა ფორმით ჩაერთვება ქართული მხარე იშხნის რეაბილიტაციის პროცესში. ნათია როყვამ დაათვალიერა სამივე ქართული ძეგლი დღეს ოკლარჯეთის ტერიტორიაზე. ნათია, მოდი დავიწყოთ იშხნით, რომლის რეაბილიტაცია უკვე იწყება, რა მდგომარეობაში დაგვხვდა დღეს ტაძარი. მეცხრე არხის ექსკლუზივი იშხნის რესტავრაცია დაიწყო. თურქულმა მხარემ უკვე ქართული მხარესთან შეთანხმების გარეშე დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის ჩატარება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წელიწად ნახევარში უკვე დასრულდება იშხნის რეაბილიტაცია. იშხანი რეაბილიტაციას უკვე წლებია საჭიროებს. მოლაპარაკებები თურქულ და ქართულ მხარეებს შორის უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მხარეებს შორის რაიმე ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი ან ხელშეკრულება არ ყოფილა გაფორმებული. მეცხრე არხის ინფორმაციით კულტურის მინისტრის მოადგილე და თურქეთის ელჩი დღეს საღამოს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ ერთმანეთს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სწორედ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქართული მხარე ითხოვს რესტავრაციის პროცესში ჩართულობას. ამ ეტაპზე ცუდი ამინდების გამო იშხანის რესტავრაცია შეჩერებულია. წელიწად ნახევარში მონასტრის რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრულებული იქნება. სამუშაოებს თურქეთის ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ თურქეთის მხრიდან არის კეთილნების გამოხატვის ისეთი საფუძვლიანი იმედი. დიდი იმედი არის იმისა, რომ ქართული სპეციალისტები იქნებიან ჩართულნი ამ სარესტავრაციო პროცესში. იშხანში უკვე თითქმის დაწყებული ახლა მოქმედება, ფაქტობრივად პროექტი დასრულდა და სამუშაოები იწყება მალე. ამდენ ძალიან სასწრაფოა ეს ყველაფერი და აი ამ ვითარებიდან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ თურქეთი გაგვეწეს ანგარიშს და ჩართავს ქართულ სპეციალისტებს ამ სამუშაოებში.
ნათია, რაც ეხება ოშკს, წინა ხელისუფლება მუდმივად ამბობდა, რომ ძეგლის რესტავრაციაში ქართული მხარეც იქნებოდა ჩართული, თუმცა როგორც 2 დღის წინ ყველა გავხდით მოწმე, არსებობდა მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება და ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმებული საერთოდ არ იყო. რა ინფორმაციის მოპოვება შეძლებთ დღეს ოშკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით? თანთან როგორც უკვე გითხარით, ოშკის რეაბილიტაცია ჯერჯერობით არ არის დაწყებული. ოშკის გუმბათი არის ფაქტობრივად მორყეული. ამ ოშკის შესასვლელში დღეს ჩვენმა გადამყოფა ჯგუფმა გადაიღო კადრები, სადაც ააგია ტომრებით ცემენტი და სხვა სამშენებლო მასალები, თუმცა როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ეს იყო მხოლოდ სოფლის მაღაზიისთვის განკუთვნილი, ასე ვთქვათ, საწყობი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა იყენებს. ჯერჯერობით ამ დრომდე გაურკვეველია, რა ბედი ელოდება ოშკს. ერთადერთი, რაც ჩვენ ადგილობრივმა მოსახლეობამ გითხრა და ჩვენს კადრებშიც კარგად ჩანს, ოშკი ფაქტობრივად სავალალო მდგომარეობაშია და ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ თუ ამ ზამთარშიც ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის პროცესი არ დაიწყება, შესაძლებელია, რომ ოშკი ფაქტობრივად ამ ზამთარში სრულად განადგურდეს, იმიტომ რომ საძირკველი უკვე მორყეულია და კედლებიდან უკვე ქვები ცვივა. ოშკში დღემდე შემორჩენილია რამდენიმე ფრესკა. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია, მე-10 საუკუნის დასაწყისი, სავარაუდოდ აგებულია საბაიშვნელის ხელმძღვანელობით. ტაძარში მაჰმადიანურად წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა 1993 წლამდე, შემდეგ გადავიდა ტურიზმის დეპარტამენტის, თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. და კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ, ეს არის სხალთა. სხალთის გუმბათი ფაქტობრივად განადგურებულია, სხალთა გუმბათის გარეშეა უკვე დარჩენილი. ძეგლი ასევე სავალალო მდგომარეობაშია, უპატრონობის გამო ამ ძეგლის გადარჩენას ასევე საჭიროებს. ჯერჯერობით ამ დრომდე გაურკვეველია, რა ფორმით ჩაერთობა ქართული მხარე, ეს იქნება ნაცვალგების პრინციპი, თუ რა ფორმით შეძლებს ქართული მხარე ამ ძეგლების გადარჩენას. შესაძლებელია ისევე როგორც ოშკის რეაბილიტაცია, ამ ძეგლის და სხვა ძეგლების რეაბილიტაციაც მხოლოდ თურქულმა მხარემ დაიწყოს. გაღრევის პირას მისული ქართული ძეგლები ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე. ნათია როყვა საუბრობდა თემაზე პირდაპირ ეთერში. და კიდევ ერთი ქართული ძეგლი ამჯერად იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, სადაც ვანდალური ფაქტი მოხდა. წმინდა ადგილზე შეურაცხმყოფელი და უხამსი ფრაზები წაშლილია, თუმცა ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებიათ. ამ დრომდე არსებობს მხოლოდ ვერსიები. ადგილობრივი მედია მომხდარში ებრაული მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფების კვალს ხედავს. კიდევ ვერსიის მიხედვით ვანდალური შემთხვევა შესაძლოა გაეროში პალესტინის სასარგებლოდ მიღებულ დადგენილებას უკავშირდებოდეს, რომელსაც საქართველოს მხარი დაუჭირა. გვანცა პაპავაძის რეპორტაჟში ნახეთ ექსკლუზიური ფოტომასალა, რომელიც ისრაელიდან ქართული დიასპორის წევრმა ცოტა ხნის წინ მოგვაწოდა. ეს ფოტოები ჯვრის მონასტერზე ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა გადაიღეს. შოთა რუსთაველის ფრესკა ხელუხლებელია, უკვე გაწმენდილია მონასტრის გალავნის კედლებიც. ყველაფერი გაწმენდილია, მოწესრიგებულია და არაფერი არც არის ნაკვეთი, რომ ჩანდეს, რომ რამე იყო გუშინ. ვინ ჩაიდიდა ვანდალური აქტი, ამის შესახებ გამოძიება არაფერს ამბობს, თუმცა ადგილობრივი მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანტიქრისტიანული წარწერები ებრაულ მემარჯვენე რადიკალურ დაჯგუფებას ეკუთვნის. საქმე ეხება ულტრამემარჯვენე დაჯგუფებას, რომლებიც რელიგიურ ხასიათს ატარებენ და მსგავსი მოვლენებს უკვე ამ 3 თვის განმავლობაში მესამე თქონდა ადგილი ებრაელების მტერის გაკეთებული, რომელსაც უნდათ ქართულ-ებრაული კარგი ურთიერთობა გააფუჭონ. მე ესე მგონია. მოგეხსენებათ, დიდი ხნის წინ არ არის, რა ჩვენ ხარი დაუჭირეთ პალესტინის რაღაც სტატუსის მინიჭებას. და შესაძლოა აი ამ მომენტით იფიქრა ესარგებლა ვიღაცა. წმინდა მიწაზე დენომინაციებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობა დაფასებს მომხდარს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ცენტრის ხელმძღვანელი. წმინდა მიწა ფაქიზია ძალიან, იქ თითოეული ასეთი ფაქტი აღძრავს საკმაოდ ისეთ გაღიზიანებას სხვადასხვა დენომინაციის წარმომადგენლებს შორის, ისე რომ ადვილი მოსალონელია, რომ ეს იყოს პროვოკაცია მიმართული რაღაც შუღლის მტრობის გაღვივებისაკენ.
კრიმინალური აქტი სასტიკად დაგმეს როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში. ჩვენ რეაქცია გქონდა მაშინვე და ვიცით რომ ისრაელის მხარემ დაგმო ეს აქციელი და გამოთქვა ძალიან დიდი მწუხარება ამის გამო, მაგრამ გამოსაძიებელია იქ რეალურად რა მოხდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოვახერხებთ პასუხის გაცემას. ებრაული ფასეულობები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მსგავს ფაქტებს. პოლიცია მოცემულ მომენტშიც ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებს. ჯვრის მონასტერზე მომხდარი ინციდენტი გუშინ ერთადერთი არ ყოფილა. იერუსალიმის ტერიტორიაზე მსგავსი შინაარსის წარწერების სხვა ძეგლებზეც გავრცელდა. მათ შორისაა რამალასთან მდებარე ერთ-ერთი ქრისტიანული ნაგებობაც. მაღალჩინოსნები აგარაკების გარეშე გიგი უგულავა, კოტე კუბლაშვილი, გიორგი ბარამიძე ნაციონალთა გუნდის ჯერისებ თანამდებობებზე მყოფი პირები წყნეთის სამთავრობო აგარაკებს კვლავ იკავებენ, თუმცა მალე დაკავებული ფართების დაცლა მოუწევთ. ახალი მთავრობა ობიექტების პრივატიზაციას გეგმავს. არგუმენტი ასეთია: ხელისუფლებას სახელმწიფო ბალანსი აღრიცხული ძვირადღირებული სახლების შენახვა ძვირი უჯდება. საზაფხულო აპარტამენტის გარეშე სავარაუდოდ პრეზიდენტი და მისი ოჯახიც დარჩება. გასაყიდი აგარაკებისია ბექა ბარამიძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა წყნეთიდან. Ყნეთში რა ვიცი კვადრატული მეტრა ადრე ღირდა სულ მინიმუმი $100 მინიმუმი. მაგრამ არის ზედა მხარეს ტერიტორიები, სადაც 200 და შეიძლება $300 ღირდეს. აქაც შეიძლება ასეთი ფასი ქონდეს. ჯამში რამდენი გამოვა? ახლა რა არის, ხო გეუბნები. აი რამდენი კვადრატულია, მოდი იმით თუ დაგაიქო, ბიჭა. თუ 1000 არის, 1000 გადაამრავლი სულ ცოტა $150-ზე. სავარაუდოდ ამავე ფასად გასხვისდება წყნეთში 12 სამთავრობო აპარტამენტი. მათი შენახვა სახელმწიფოს მილიონებად აღარ უღირს. 94,000 კვადრატულ მეტრზე აგარაკებთან ერთად გაიყიდება საცურაო აუზი, სპორტული მოედნები, საოფიცე შენობა და სასათბურე მეურნეობა. გასხვისდება ისავეჯი და ინვენტარის, რომელიც პერიოდული გადახალისებისთვის ბიუჯეტიდან 777,000 ლარი ყოფილმა მთავრობამ ბოლოს 2011 წელს გაიღო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აგარაკები შევა საპრივატიზებო ნუსხაში, ან მათთვის მოფიქრებული იქნება კიდევ უფრო სასარგებლო დანიშნულება, ეს არის დამოკიდებულება დღეს. წინასწარ ცნობილია სახელმწიფო ქონების გასხვისებიდან მიღებული თანხის დანიშნულება. ფული სოციალურად დაუცველი ფენების დახმარებაზე გაიწერება. ყველანაირი დაჩები, ყველანაირი მშენებლობები, ყველანაირი პრივილეგიები, რაც ქონდა ჩინოვნიკებს, ყველაფერს ჩამოვართმევთ და ყველაფერს ამას გამოვაქვეყნებთ. არავით არის წყნეთი, არავით არის დაჩები, იქიდან მშენებლობები მიდის, სულ ყველაფერი გავაჩერეთ, ყველაფერი თქვენსკენ წამოვა. სამთავრობო ფუფუნებისაგანი მალე ეს აგარაკები აღარ იქნება. სახელმწიფო სახსრების გამოსათავისუფლებლად ხელისუფლება კამრებს საკუთარი კმაყოფის ხარჯზე იჭერს. საკითხავი დღეს ის რჩება, დათმობს თუ არა მთავრობა ყველა იმ პრივილეგიას, რომელიც საბჭოთა მმართველობის დროიდან მაღალი რანგის ჩინოვნიკის განუყოფელ ატრიბუტად ითვლება. საფრანგეთის პრეზიდენტი დადის Citroën-ით, აუცილებლად ბრონირებულია Citroën-ი, მაგრამ ის არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში უფრო ძვირი იყოს, ვიდრე დიდი კომპანიის პრეზიდენტის ლიმუზინი. ეს არის საფრანგეთის რესპუბლიკის კანონი. Ზუსტად ასეთივე კანონი ჩვენთან არის მისაღები, არ შეიძლება ყველაზე ძვირადღირებულ მანქანებზე დადიოდნენ სახელმწიფო ჩინოვნიკები. ეს არის ეკონომიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მწკარი. ამ დრომდე წყნეთის აგარაკებით 4 მაღალჩინოსანი ისევ სარგებლობს. აპარტამენტებს საქართველოს პრეზიდენტის ოჯახი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე 300 ლარად ქირაობს. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ მათი აგარაკებით საპრივატიზაციო ნუსხაში მოხდება. ათწლეულების შემდეგ სახელმწიფო ქონება კერძო საკუთრება გახდება. სახლების დაცლა მოუწევთ თვითნებურად შეჭრილ რამდენიმე დევნილსაც ბაქოს ქუჩაზე მდებარე შენობის გამო დავა მიმდინარეობს. დევნილთა 17 ოჯახი დავით დარახველიძის გადადგომას ითხოვს. მიზეზი პოლიკლინიკის ტერიტორია, რომელსაც მთავრობა დევნილი ადამიანებისთვის არემონტებდა, თუმცა მოულოდნელად იქ იძულებით გადაადგილებული სხვა 17 ოჯახი შეიჭრა. მათთან ერთად ტერიტორია ძალით დაიკავეს ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა, რომლებიც ჟურნალისტებთან საერთოდ არ კონტაქტობენ. დევნილთა და გასახლების სამინისტრო თვითნებურად შესახლებულებს შენობის სასწრაფო დაცლისკენ მოუწოდებს. სხვა შემთხვევაში უწყება მათ გასახლებას გეგმავს.
ჩვენ მინის ვაძლევთ 5 დღეს წავიდეს აიტესო საკედან და წავიდეს. მაგან არის ის როგორ უნდა იმუშაოს ტოლთა სამინისტროში. ბაქოს ქუჩაზე მდებარე შენობაში თვითნებურად შეჭრილი დევნილების ეს რეაქცია ტოლთა და განსახლების მინისტრის განცხადებას მოჰყვა. დავით დარახველიძე დევნილებს უკანონოდ დაკავებული საცხოვრებელი ფართის დატოვებას თხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ძალით გამოსახლებას არ გამორიცხავს. ისინი საქმის კურსში არიან, რომ უნდა დატოვონ, ვისაც უკანონოდ უჭირავს ფართი, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იქნებიან გაფრთხილებული და დაიწყება სპეციალური ოპერაციული ღონისძიებები. მანამდე მათთან იქნება, ანუ ვინც უნდა გამოათავისუფლოს ფართი, მათთან იქნება ნაწარმოები მოლაპარაკებები. მძიმე მდგომარეობაში მყოფი 17 ოჯახი და დევნილთა ნაწილი შენობაში რემონტის დასრულებამდე თვითნებურად შესახდა. ამბობენ, რომ წინა ხელისუფლებამ საცხოვრებელი ფართი დაუნგრია, რის გამოც თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. დარახველიძის უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო 17 ოჯახს ალტერნატიულ ფართს თავაზობს, თუმცა დევნილების საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე უარს აცხადებენ. თუ ალტერნატიული ფართი ჩვენთვის არის გამზადებული, რა უჭირს ერთდევნის მეორით რო სახლებს, თუ კარგია, წაიყვანოს ეს ხალხი, ვისაც ასახლებს. ბაქოს ქუჩაზე პოლიკლინიკის ყოფილი შენობა რამდენიმე თვე არ რემონტდება. ტოლთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ შენობა ბამბის ნარჩი მცხოვრები დევნილებისთვის არის განკუთვნილი. ვითმენთ ყველაფერს და ზოგიერთები ძალით არც გვიცდია და არც შევიჭრებით არსად ჩვენ მოგცენის, რაც ჩვენ გვეკუთვნის ბაქოს ქუჩაზე, რასაც გვპირდებიან რამდენი თვეა და ველოდებით მაგას ყოველდღე. დევნილთა და განსახლების სამინისტრო თვითნებურად შეჭრილ დევნილებს ტერიტორიის დასატოვებლად 5 დღეს აძლევს. სამინისტროს ბოლო მონაცემებით ამ დროისთვის იძულებით გადაადგილებულ პირებს 45 ობიექტი აქვთ დაკავებული. დღეს კვლავ აქტუალურია პრეზიდენტის თვითმფრინავის თემა. ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი დასრულდა. ალასანიას უწყებამ პრეზიდენტის პრეს-სპიკერს უპასუხა. სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი ძვირადღირებული Gulfstream 450-ით არ სარგებლობდა. 40 მილიონ დოლარად შეფასებული ლაინერი თავდაცვის უწყების ბალანსზე ირიცხება, თუმცა საბიუჯეტო დეფიციტის გამო სამინისტრო ლიზინგის წესით შეძენილი თვითმფრინავის გამოსყიდვაზე უარს ამბობს. გიორგი მანჯოვიძე დაესწრო თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს და ჩვენ მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავხვდებთ. გიორგი, რას აცხადებს მინისტრის მრჩეველი ვაკვალიანი? ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროში პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მალანა მანჯგალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკვალიანმა მასმედიის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ Gulfstream G450 საფრენი აპარატით განხორციელებული ფრენების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უწყების ბიუჯეტს ამ ძვირადღირებული თვითმფრინავის შენახვა ყოველთვიურად 850,000 ლარი უჯდებოდა. 2011 წლის 26-30 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა ფრენა თბილისი-ბათუმი, ვენა-ვარშავა თბილისის მიმართულებით. ამ პერიოდში 29-30 სექტემბერს ვარშავაში იმართებოდა სამიტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 2011 წლის 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა ფრენა თბილისი-ბათუმი, ლას-პალმასი, ზანდერი, ლიმა, კუსკო, მერმუდა, ნორთხოლდი, ბათუმი, თბილისი. ოფიციალურად ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი 29 ივლისს ვიზიტით იმყოფებოდა ლიმაში, სადაც ესწრებოდა პერუს პრეზიდენტის ინაუგურაციას. 2011 წლის 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა რეისი თბილისი-ბათუმი, პალანგა თბილისის მიმართულებით. 2011 წლის 4 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა ფრენა თბილისი-ბათუმი, რომი, პიზა, გენუა, კრაკოვი, თბილისი. 2011 წლის 14-19 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა ფრენა თბილისი-ბათუმი, ნიცა, მილანი, ბათუმი, თბილისი. 2011 წლის 13-25 ივლისის ჩათვლით ამ ბორტით განხორციელდა ფრენა თბილისი-ბათუმი, ნიცა, ვენა, ბათუმი, თბილისი. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი ამ ბორტით Gulfstream G450-ით განხორციელებული ფრენისა. საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ამ პერიოდის განმავლობაში იხდიდა ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელი ლიდერების მოძრაობას და ფრენის საფასურს. საგულისხმოა, რომ ეს არის საკურორტო ქალაქები, ლას-პალმასი, ნიცა, მილანი და ამ ტურისტულ ცენტრებში რაიმე ოფიციალური ვიზიტი ჩვენთვის ოფიციალურად ცნობილი არ არის. აღსანიშნავია ის, რომ ლიტერულ ფრენებზე არსებულ ინფორმაციას ადევს საიდუმლო გრიფი, როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კანონის შესაბამისად გრიფი მოხსნილია ამ ბორტით 2011 წელს განხორციელებულ ფრენებზე.
Გმადლობთ გიორგის ყოფირდაპირი ჩართვა თავდაცვის სამინისტროდან და გიორგი მანჯავიძე. მეწარმეების პროტესტის შეწყვეტად სომხეთიდან ყურძნის იმპორტი. კახეთიდან ჩამოსული მეწარმეები საკუთარი ბიზნესის ჩავარდნაზე საუბრობენ, მიზეზად კი უცხო ქვეყნიდან ჩამოდანილ პროდუქციას ასახელებენ, რომელსაც მათივე მტკიცებით კონკურენციას ვერ უწევენ. მეწარმეები საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით გამოდიან და ხელისუფლებას იმ მუხლის გაუქმებას თხოვენ, რომელიც ქართულ ბაზარზე უცხო ქვეყნის ნაწარმის გაყიდვას არ ზღუდავს. თბილისში ჩატარებული საპროტესტო აქცია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხი ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. გურჯაანელმა მალხაზ ფურცელაძე 50 ტონა ყურძენი ქართველი გლეხებისგან იმ იმედით შეიძინა, რომ რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებოდა. ამბობს, რომ სახელმწიფოსგან დაპირებაც მიიღო, ქართული ყურძნის გაყიდვამ და იმპორტი აიკრძალებოდა. წელს დეკემბრის 3 რიცხვში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასცა ნებართვები სხვა ქვეყნის ყურძნის შემოტანაზე. შემოტანილი ყურძენი უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე ჩვენი ყურძენი და მეტად რეალიზებადი. კახელმა ინდმეწარმეებმა ქართული ყურძენი ყუთებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დღეს პროტესტის ნიშნად მიიტანეს. იმპორტირებული ყურძენი ადგილობრივზე გაცილებით ძვირია, თუმცა აგრარულ ბაზარზე ქართული ყურძენი სომხურს კონკურენციას ვერ უწევს. ამ 3 წლის მანძილზე იმპორტი საქართველოში იმ პერიოდში, როცა ქართული ყურძენი იყო, სხვა ყურძნისა არ ყოფილა ხელი შეშლა, არ მოხდა. გავაბაშე, შვილო, გავაბაშე და მყიდის სამლავში. ის ვიღაცა ისაც ყიდის იმას, ნაყიდს სამლავში. ადგილობრივ რატომ დაყიდის სამლავში? ეხლა გავაბაშებას გადავიხარ. ის დაყიდოს, იაპატაკი ეყიდებ. სომხური ყურძნის რეალიზატორები ამბობენ, რომ 4 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნიდან ყურძნის შემოტანა ხელოვნურად იბლოკებოდა. ახლა კი საშუალება აქვთ თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ბიზნესი აწარმოონ. ეს ყველაფერი ჩვენი ძველი თავრობიდან მათ აქვს აშენებული მაცივრები, მაგათი ჩაწყობილია ის ყურძენი და ჩვენაირი ბლუკმაპური როიშონოს იმას დღეს ეუბნებიან. წადი იყვირე თქვენ და ყურძენი ჩემი ყურძენი გაყიდი, ასე არ არის ეს. სომხური პროდუქტის გამოჩენის შემდეგ ბაზარში დაპირისპირება ქართული და სომხური ყურძნის რეალიზატორებს შორის არ წყდება. კახელ მეწარმეებს დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა. პრობლემა განპირობებულია იმ ძიმე მემკვიდრეობით, რომელიც სამინისტროს დახვდა. შესაბამისად, ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში ერთად გავაკეთებთ კაი ნამდვილ ქართულ საქმეს. სამწლიანი აკრძალვის შემდეგ ქართულ ბაზარზე სომხეთიდან 10-მდე ჯიშის ყურძენია შემოტანილი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. რატომ ჩავარდა ჟენევის მოლაპარაკებათა 22-ე რაუნდი? სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა შეხვედრის ოთახი მოულოდნელად დატოვეს, თუმცა მიზეზი არ დააკონკრეტეს. კონსულტაციები მაშინ შეწყდა, როდესაც ქართულმა მხარემ დღის წესრიგში დევნილთა დაბრუნების საკითხი დააყენა. ოფიციალური თბილისი მხარეების აქციელს წინასწარ დაგეგმილ ნაბიჯს უწოდებს. უფრო კატეგორიულები არიან პოლიტოლოგები, რომლებიც მოლაპარაკების ჩავარდნაში რუსეთის კვალს ხედავენ. დავით ახვლედიანი გიამბობთ, რა მოხდა ჟენევაში. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აფხაზური და სამხრეთოსური მხარეების მიერ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დროზე ადრე დატოვებას დემარშს უწოდებს. სამწუხაროდ აფხაზი და ოსი მონაწილეები რაღაც გარკვეული შიდა თუ საშინაო დავალებით ჩამოვიდნენ და მათ არ გაითვალისწინეს, რომ ახალ ხელისუფლებასთან ალბათ ჯობდა უფრო მეტი კონსტრუქციული ნაბიჯები გადაედგათ. ჩვენ არავის თავს არ ვახდით არავითარ პოლიტიკას, არავითარ დემარშებს არ ვაწყობთ, მაგრამ მარცხებისგან ჩვენს მიუღებელია დემარშები მით უმეტეს პირველ შეხვედრაზე. საპირისპირო სამტკიცებს რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი. მინდა განვაცხადო, რომ გუნდს, რომელსაც ნიკოლოზ ვაშაკიძე ხელმძღვანელობდა, არავითარი ახალი იდეები არ წარმოუდგენია. იმედი მაქვს, საჭიროა რაღაც დრო იმისათვის, რომ ახალი ქართული გუნდი ჟენევის მოლაპარაკებებს მოერგოს. ასევე იმედი მაქვს, რომ ქართული დელეგაციის წევრები გაითვალისწინებენ ჩვენი აფხაზი და ოსი პარტნიორების კონტრარგუმენტაციას. ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებები საგარეო უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე, როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც გააკეთეს. სამწუხაროდ მოხდა ისე, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ მეორე ნაწილი შეხვედრისა არ შედგა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგში ეს შეხვედრა არ განახლდება და არ შედგება. Geneva process alive. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის პროცესი გაგრძელდეს და დარწმუნებული ვიყოთ, რომ მასში ყველა მხარე ჩართული იქნება. ქართველი ექსპერტებისთვის გაუგებარია, რა მოტივით დატოვეს სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა და რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდი.
ჩემს აზრით ამ შემთხვევაში აფხაზური და ოსური დელეგაციები მოქმედებდნენ რუსეთის კარნახით 22 რაუნდს ეწრებოდნენ ასევე ევროკავშირის გაეროს აშშ-ის წარმომადგენლები და იქნა გამომდინარე რომ ხვალ დაგეგმილი არის უკვე რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენელთა შეხვედრა, ასე ვთქვათ, პირისპირ შეხვედრა ერთ-ერთზე, შესაძლებელია რუსული მხარის ინტერესებში შედის მხოლოდ და მხოლოდ შუამავლის გარეშე გარკვეული შეხვედრების ჩატარება. ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო 23 რაუნდი მარტისთვის არის დანიშნული. შეხვედრა დიპლომატებთან პრემიერ-მინისტრი დღეს შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ამავე აუდიენციაზე იყო პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების თემაზე ისაუბრეს. დიპლომატებთან შეხვედრას ქართველი მინისტრებიც დაესწრნენ. დავახელოვანებს შორის თეატრის შესახებ კანონი იცვლება პროექტის ავტორი დეპუტატი ნუკრი ქანთარეა. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში სამხატვრო მმართველს ფუნქციები გაეზრდება. მოსალოდნელ ცვლილებებს უკვე მოჰყვა პროტესტი. ხელოვანების ერთი ნაწილი თეატრში ერთპიროვნული მმართველობის დამკვიდრებაზე საუბრობს. ნუცა აბაშიძე დაესწრო ხელოვანთა ხმაურიან შეხვედრას. თეატრის შესახებ კანონში მოსალოდნელმა ცვლილებამ თეატრის მოღვაწეები ორბანაკად გაყო. კანონ პროექტის განხილვას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ხმაური მოჰყვა. არიშალი წიქა წყალში. არაფერი საჭირო არ იყო ეს უნებათა ხელვა. კანონი როდესაც იხვეწება და იცვლება, რა თქმა უნდა ეს უნდა გავარჩიოთ. კანონ პროექტის მიხედვით სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის ფუნქცია იზრდება. თეატრის მმართველი კი მას დაექვემდებარება და ადმინისტრაციულ საკითხებს მოაგვარებს. ცვლილება არ შეეხება კერძო თეატრებს. სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით კულტურის სამინისტრო დანიშნავს დირექტორს. მეორე კაც თეატრში ფაქტურად იმის კაც, რომელიც უნდა უზრუნველყოს აი ის რაც მოიფიქრა სწორედ სამხატვრო ხელმძღვანელმა, რა შემოქმედებითი პროცესი უნდა რომ ჩაატაროს თეატრში, აი ამას ვინც უწყობს ხელს, ხომ, აი ეს დაინიშნება მისი წარდგინებით. რუსთაველის თეატრის მმართველი ზალჩიკობავა მიიჩნევს, რომ თეატრის შესახებ კანონში ცვლილებები შესატანია, მაგრამ ქანთარიას მიერ შეთავაზებულ კანონ პროექტს იწუნებს. ეს კანონ პროექტი ჩემის აზრით არ არის არანაირად არ წარმოადგენს იმ მოდელს, რომელიც შეიძლება თანამედროვე თეატრალურ ცხოვრებას მოერგოს და თეატრის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული. შეხვედრაზე გაჩნდა ვერსია, რომ ცვლილებები რობერტ სტურუას მოთხოვნებზეა მორგებული. რეჟისორთან დაკავშირება დღეს ვერ მოხერხდა. გარკვეული პირობები სტურუამ რამდენიმე ხნის წინ ეკაბერიძის გადაცემაში წამოაყენა. გარკვეულ პირობებს ვამე, იმიტომ რომ თუ შეიძლება რომ სხვა რეჟისორები ითახსებდნენ რა ქვია მმართველის და სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს, მე ამ პირობით დავბრუნდები. ეს მათი თავიანთი გამოცდილებიდან ლაპარაკობენ. ისინი ყოველთვის კანონებს არგებდნენ კონკრეტულ პიროვნებებს და ამ შემთხვევაში ჩვენ ამით მართლა არ გვიფიქრია და არ გვიგულისხმია, რომ ეს არის ბატონ რობერტისთვის მიძღვნილი საჩუქრად კანონი. თეატრის შესახებ კანონში ცვლილებას საბოლოო სახე არ მიუღია. კანონ პროექტს პარლამენტი გაზაფხულზე განიხილავს. მანამდე ამ თემასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიები გაგრძელდება. და გამოშვების ბოლოს 9 დიზაინერი ერთ პოდიუმზე ხვალ თბილისში მოდის კვირეული იხსნება. ღონისძიებას ქეთი ჩხიკვაძის საზაფხულო კოლექცია გახსნის. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ წლევანდელი კვირეული არასტანდარტული იქნება და სტუმრები სეზონური კოლექციის გარდა სადღესასწაულო კოსტიუმებსაც შეაფასებენ. დიზაინერების მზადებას თიკა წერეთლის რეპორტაჟიდან გაეცნობით. ეს არის ქალი 2013 წლის გაზაფხული საფხულის უხეშ ქსოვილზე დამაგრებული ძველი ბროშები და ასოციაცია ბებიის გირთან. ავთანდილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართული მოდის კვირეულში ერთვება. იდეალური ქალის გლამურულ სილუეტს მის გაზაფხული ზაფხულის კოლექციაში ვიხილავთ. ძირითადად გამოყენებული მაქვს თეთრი გადადის ნელ-ნელა კანისფერში, დომინანტი ფერი არის შავი და ნელ-ნელა მიდის წითლისკენ. კოლექციას, რომელმაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა, თბილისელები პირველად ნახავენ. ავთანდილის სამოში ქარვასლაში შაბათს 9 საათზე 36 მოდელი გამოეწყობა. ეს რაც რუსული ევროპული კიევის ბაზრისთვის დამზადდა, არის ეს სტოკმანის მანიკენის, ანუ ხის მანიკენის სილუეტები, როგორ ვითარდებოდა კოლექცია.
ხო და ეხა ყველაფერს მომაყოლებს, იმიტომ რომ რაღაცა სიურპრიზი ხონდა იყოს. სიურპრიზად ტოვებს კოლექციის რამდენიმე დეტალს დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძეც. მის სალონში დილიდან განსაკუთრებული სამზადისია. ხვალსაღამოს თბილისის მოდის კვირაულს სწორედ მისი კოლექცია ხსნის. ეხლა ვფიქრობ, შიგნიდან გავუკეთო თუ გარედან. ახლა სამოსის ბოლო დეტალებზე მუშაობს კოლექციას, რომელიც პარიზისა და ყაზახეთის ჩვენებებზე წარადგინა, ახალი მოდელებით შემატა. ძირითადი ნაწილი არის თეთრი, ბეჟი ასევე და მეორე ნაწილი არის ცოტა შავ-თეთრი შერეული, რომ უფრო ისეთი იყოს, არა მოსაბეზრებელი თეთრი ფერის სუმთელი ჩვენება. არის ოქროსფერი ლაქები ამ ქსოვილებზე, ეს არის მთავარი ძირითადი შანსი იმისი, როცა ამ პრინტებს ვაკეთებთ, რომ შევქმნათ ჩვენ თვითონვე ქსოვილი. 2013 წლის ზაფხულის კოლექციაში ქეთი ჩხიკვაძე 25 სამოს წარმოადგენს. ერთ-ერთი მოდელი კი საქორწინო კაბასაც მოირგებს. თბილისის მე-7 მოდის კვირაულზე წინასა ახალწლ განწყობას მხოლოდ ქართველი დიზაინერების ნამუშევრები შექმნის. უტა ბეკაია ჩამოფრინდა დღეს დილით, 14-ში მონაწილეობას იღებს ქეთი ჩხიკვაძე და აკანა ნიტაშვილი, 15-ში ნინო ბაბუხადია, ეკა ბალანჩივაძე, დათუნა სულიკაშვილი და ავთანდილი, ხოლო 16-ში თეო გარდაფხაძე, ლაკო ბუკია და გიორგი შაბაშვილი. ქეთი ჩხიკვაძე, ავთანდილი და 7 ქართველი დიზაინერი ჯერ კიდევ სიურპრიზად დატოვებული კოლექციების დეტალებს თბილისის მოდის კვირაულზე 3 დღის განმავლობაში სხვადასხვა სივრცეში წარმოადგენენ. ახალ ეკაბერძის მთავარი კითხვის ანონსი გადაცემის სტუმრებს თავად ეკა გაგვაცნობს ეკა საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა. რა მოხდა ჟენევის მოლაპარაკებების 22-ე რაუნდზე? მთავარ კითხვას პატა ზაქარეშვილი უპასუხებს. მანამდე რა კითხვები ჰქონდა მთავარ პროკურორთან, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს არჩილ კბილაშვილი და გადაცემის ბოლოს რა იქნება მთავარი თემები საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი მოლაპარაკების ფორმატში? ხათუნა ლაგაძე იქნება ჩვენი სტუმარი. მადლობა ეკაბერძემ გაგვაცნო მთავარი კითხვის დღევანდელი ანონსი. ასეთი იყო დღის მთავარი თემები საღამოს 9 საათისთვის. მე ხვალამდე გემშვიდობებით.